Fasom Smeneleppo, ეთერშია სალტე სოფიკო სოხათის საავტორო პროგრამით გეოპოლიტიკის საკითხები. დღეს ჩვენი გადაცემის თემა იქნება სისტემური რეფორმა განათლების სფეროში. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ხალხის ძალის წევრი, ქალბატონი თამარ ჩიბურდანიძე. Ულმესი მადლობა, ქალბატონ თამარ, მოგზანდით. მიხარია რომ ხართ დღეს სალტეს სტუმარი. ქალბატონ თამარ, ქართული საზოგადოება ძალიან დიდი ხანია ელის ყოვლის მომცველ სიღრმისეულ სისტემურ რეფორმას განათლების სფეროში. ძალიან სასიხარულოა, რომ ამჯერად მთავრობის მხრიდან მოხდა ამ მისი განათლების სისტემის რეფორმის ინიციირება და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ძალიან საინტერესო და ამბიციური კონცეფცია წარმოგვიდგინა, რომელიც შემდგომ უკვე განათლების სისტემის სტრატეგიულ გეგმას უნდა დაედოს საფუძვლად. ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ეთერში მიმდინარეობს განხილვა ამ საკითხების, თქვენი ძალიან საინტერესო ეთერი პოს ტივიზე, ასევე გუშინ სალტეს ეთერში ჩაიწერა გადაცემა ბატონი სოსო მანჯავიძის და სტატისტიკოს ნოდარ კაპანეძის ასე ვთქვათ მონაწილეობით. მე სრული სურათის შესაქმნელად მე თქო მაყურებელს კარგი იქნებოდა რომ თქვენი გადაცემას და მათიც ასე ვთქვათ ენახა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გადაცემები იყო, გახდათ ორივე. გამომდინარე იქიდან რომ ის საკითხები, რაც შეეხება საუნივერსიტეტო პოლიტიკის მართვას და რასაც ირაკლი კობახიძე შეეხო თავის გამოსვლაში, რაც არის ეს უნივერსიტეტების დივერსიფიკაციის საკითხი, ეს გეოგრაფიული დეკონცენტრაციის, დაფინანსების ახლებური მოდელი, ზოგადად ცენზის ამაღლება, სახელმძღვანელოების საკითხი და აი ვთქვათ ზოგადად განვითარების ძალის ვექტორის მიმართულება პერიფერიებისკენ, თქვათ, ხო? აი ამ საკითხებზე იყო მსჯელობა. მე დღევანდელ დღეს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გადაცემა ეძღვნება გეოპოლიტიკის საკითხებს, მე მინდა შევეხო განათლების რეფორმის პოლიტიკურ ასპექტს. პოლიტიკურ ასპექტს, რაც დაკავშირებული არის პოლიტიკური ნების განხორციელებასთან და გარკვეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ბერკეტის, პოლიტიკური ინსტრუმენტის მოპოვებასთან, იმისთვის, რომ შენთვის ასურველი პოლიტიკა აწარმოო. კერძოდ, დღეს მინდა რომ შევეხოთ ისეთ საკითხებს, როგორც გახლავთ იდეოლოგიური ინდოქტრინაცია, იდეოლოგიური დივერსია, რაც ხორციელდება ბოლო 32 წლის განმავლობაში, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ქართველთა გენეტიკური და კულტურული კოდის შეცვლა, მენტალური ტრანსფორმაცია, ცნობიერების ტრანსფორმაცია ჩვენებრივ ენებზე გადაგვარება, რაც მადლობა ღმერთს არ მოხერხდა, ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი ასევე, რაც ვთქვათ, ნაკლებად იყო აქცენტირებული, ვთქვათ, ხო? ჩვენ მინდა რომ შევეხოთ იმ საკითხს, როგორც გახლავთ, ერთგვარი დისტანცირება ბოლონიის სისტემისგან, ბოლონიის სისტემიდან ეტაპობრივი გამოსვლის საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ზოგადად ბოლონიის სისტემა, როგორც ერთ-ერთი სვეტი ნეოლიბერალური პარადიგმის, ბოლონიის სისტემის სტრატეგიული მიზნები და ზოგადად ეროვნული სახელმწიფოების სტრატეგიული მიზნები აცდენილია ერთმანეთს და აქედან გამომდინარე ეს მართლაც რომ აი პოლიტიკური ნების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხია და ასევე ჩვენ მინდა ვიმსჯელოთ იმ საკითხზე, რაც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს და მრავალი კითხვა არის ამ საკითხის გარშემო, რატომ ახლა თქვათ და არა თქვათ რამდენიმე წლის, 5-7 წლის წინათ, თუნდაც 2012 წლიდან. ხომ არ არის ეს დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ გადანაწილებასთან, ძალთა ბალანსის ცვლილებასაც, ხომ არ არის ეს დაკავშირებული, თქვათ, სახელმწიფოს მხრიდან გაატარა რა ქართულმა ოცნებამ მრავალვექტორული, ვთქვათ, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და სწორი გეოპოლიტიკური ნავიგაცია, ხომ არ არის ეს დაკავშირებული სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარი პოლიტიკური ბერკეტების, პოლიტიკური ინსტრუმენტების მოპოვების პროცესთან, რამაც ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, რომ სუვერენული სახელმწიფოს განვითარების გზაზე შევდგომოდით და
სერიოზულ მიმართულებებში თქვა დავპირისპირებოდით ნეოლიბერალურ სამყაროს, აი მოგრძალებით აი ჩემ პოზიციასაც აი თქვა მოგახსენებ და მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით, რატომ ახლა და რატომ არა თქვა 2012 წლიდან ხომ არ არის ეს დაკავშირებული გეოპოლიტიკურ დიდ გადანაწილებასთან და ძალიან საინტერესო იქნებოდა ვთქვათ თქვენი მოსაზრების გაზიარება საზოგადოების აი ამ მივესალმები თქვენს მაყურებელს უღმესი მადლობა მოწვევისთვის განათლების რეფორმა არის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის, რადგან განათლება ის ქვაკუთხედი, რაზედაც შენდება ქვეყნის განვითარება, ნებისმიერი წინსვლა სახელმწიფოში, ეკონომიკური, სოციალური, საგარეოში და პოლიტიკა ყველაფერი არის დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ განათლებაზე. განათლების ორივე საფეხურზე ეს არის ზოგადი განათლება, თქვენ წარმოიდგინეთ სკოლამდელი განათლება, ანუ სამივე საფეხური უნდა შედიოდეს, ზოგადი განათლება და უმაღლესი განათლება და თან აქვე ვიტყვი, რომ უმაღლესი განათლების შემდეგ აუცილებელია გარკვეული კონტროლიც შრომის ბაზარზე, სადაც შედიან უკვე კადრები, პროფესიონალი კადრები და იქ არ მოხდეს გარკვეული ნეპოტიზმი, გარკვეული იმედგაცრუება ახალგაზრდებში და მართლაც პროფესიონალებში, რასაც აქვს ხოლმე ადგილი ჩვენთან საქართველოში, მით უმეტეს სამწუხაროდ ეს ჩვენი გენეტიკური როგორ გითხრათ ნეგატივია, რაც მოუყვება და რაც უნდა მოვიშოროთ აუცილებლად და ნუ ეხლა მარტო საქართველოში არ არის ეს, თუმცა ეს ჩვენ არ გვანუგეშებს. ჩვენ ნახეთ სულ რამდენიმე დღის წინ, აი პოლონეთში გამართულ შოპენის კონკურსზე ქართველ პიანისტს როგორ მოექცნენ და მთელი ევროპა და ყველა მთელი კლასიკოსები არიან დღეს გაუგნებულები და გაბრაზებულები და პოლიტიზირების ერთ-ერთი მაგალითი და უსამართლობა აი ამ სისტემაში. ნუ ხელოვნებაში წარმოიდგინეთ, რომელიც ყველაზე შორს უნდა იყოს ამ ნეპოტიზმისგან. კარგით, მოდით მივუბრუნდეთ ჩვენს განათლების სისტემას, დავიწყებ ბოლო კითხვით, ხომ არ არის ეს რეფორმა, ხომ არ უკავშირდება, რატომ დღეს და არა ვთქვათ 13 წელი გავიდა, რაც ხელისუფლებაშია ქართული ოცნება, რატომ ვერ დაიწყო ქართულმა ოცნებამ, თუ არ დაიწყო, თუ ვერ დაიწყო აქამდე ეს რეფორმა, რომელიც სასიცოცხლოდ ჭირდებოდა და ჭირდება ჩვენს ქვეყანას. დიახ, პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად დიახ, ჩვენ არ ვიყავით სუვერენული სახელმწიფო, პირდაპირ ვამბობ, ჩვენ ვიყავით დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ უფრო დეკლარირებული ფურცელზე, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით სუვერენული სახელმწიფო და ჩვენი თავი ჩვენ არ გვეყუდნოდა. განსაკუთრებით განათლების სფეროში, განათლების სამინისტროში დღემდე და დღეს ჩვენს მინისტრს ბატონ გევი მიქანაძეს ძალიან როგორ გითხრათ, აი ბრძოლის ხაზზე დღეს არის ბატონი გივი, სერიოზული ბრძოლის ხაზზე, იმიტომ რომ მან უნდა შეძლოს და მე მჯერა რომ ის შეძლებს რევოლუციურ ცვლილებებს განათლების სისტემაში, როგორც უმაღლეს ასევე სასწავლო განათლების სისტემაში, რადგან დაიწყო და ასეთი თამამი ნაბიჯი გადადგა ჩვენ ველით მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივებს. მე ვიცნობ მას და მჯერა რომ ის ამას შეძლებს. რაც შეეხება რატომ ვერ განახორციელა დღემდე ხელისუფლებამ, არ განახორციელა ვერ განახორციელა. სურვილი იყო, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას პირველივე დღეებიდან მოუყვებით და თანამშრომლობთ ბევრ საკითხში, იყო ამაზე სურვილი, იმიტომ რომ ჩვენ განათლების სისტემაში ვთქვათ, სახელმწიფო ენის კანონი მივიღეთ, დედაენა დავაბრუნეთ სკოლებში, გოგებაშვილის დედაენა, ბევრი ცვლილებები იყო, ცალ-ცალკე კანონების და საკანონმდებლო დონეზე ფრაგმენტულად, მაგრამ ეს არაფერი არ იყო, მაინც თან თქავდა ამას ის პოლიტიკა, რასაც ერქვა ლიბერალური პოლიტიკა განათლებაში 2004 წლიდან დღემდე, სანამ ახლა ეს რეფორმა დაიწყება, განათლების სისტემას მართავს ლიბერალური პოლიტიკა. ეს არის წინა ხელისუფლების მიერ შემოტანილი პოლიტიკა, რომელიც დაამკვიდრეს, აი ფესვები გაუდგეს ქართულ განათლებაში, სკოლებში და მე არ მინდა, ეხლა ჩვენ უმაღლესი განათლების რეფორმაზე ბაღის ასაკიდან 2015 წელს მოეწერა მემორანდუმსგან, რომ გენდერულად ნეიტრალური სტანდარტი შეიტანეს ბაღებში. კი, გეთანხმებით კი და აქედან გამომდინარე ყველა დონეზე
საერთოდ ესეა, თუ გინდა ქვეყანა დაიპყრო, უნდა დაიპყრო პირველ რიგში მისი განათლება. განათლების სადავეები უნდა მართვის სადავეები უნდა დაიკავო ხელში, ის ქვეყანა უკვე შენია. მე საუბრობ კონკრეტულად უცხო ქვეყნის ძალებზე, რომლებსაც აქვს საკუთარი ინტერესი ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ვიცით ახლა ბევრია ესეთი სახელმწიფო, ჩვენ გვაქვს ესეთი გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ინტერესის სფეროა ნების ბევრი სახელმწიფოსთვის, არა მარტო ჩრდილოეთისთვის და დასავლეთისთვის, დღეს უკვე ყველა მიმართულებით, აქედან გამომდინარე მცდელობები, რომ საქართველოს იყოს მათი გავლენის ქვეშ, არის თითქმის ყველა მხრიდან. მაგრამ მოდით ჩვენ ვისაუბროთ ბოლო დამოუკიდებლობის პერიოდზე, რა იყო, ჩვენ ვიცით მანამდე ჰქონდა საბჭოთა სკოლა უმაღლესი განათლება, მე იმ პერიოდის თაობავად დავამთავრე საბჭოთა პერიოდში სკოლა, მაგრამ 89 წლის თაობა ვარ, 9 აპრილის თაობა, მაგრამ მაინც ის რეჟიმი იყო, ჯერ ახლა უმაღლესი განათლების სისტემა ისე სწრაფად ვერ შეიცვლებოდა, რაღაც მიზერულად მეც ბოლო სისტემის ფარგლებში მივიღე განათლება. მაგრამ მაინც ის კლასი გავიარე, ის სკოლა გავიარე უმაღლეშიდაც და ჩემი პროფესორ მასწავლებლები, ძალიან ესეთი სახელოვანი მეცნიერები იყვნენ, სწორედ საბჭოთა სკოლის წარმომადგენლები, იმ მეცნიერების წარმომადგენლები, რომლებმაც ნამდვილად შეგვიქმნა ეპოქა საქართველოს და მე სხვა ქვეყანას არ ვეხები საქართველოს ისტორიაში. როდესაც მე აქვე ვიტყვი ოპოზიციამ გააკრიტიკა პრემიერი, საბჭოთა პერიოდი ახსენაო და მე არ ვიცი რა არის აქ გასაკრიტიკებელი, ჯერ ერთი პრემიერმა ქრონოლოგიურად ახსენა საქართველოს განათლების სისტემა, მეცნიერების მიღწევები, გელათის აკადემია, იყალთოს აკადემია, ჩვენ იმ საუკუნეებში ვამაყობდით და ჩვენთან იწერებოდა სერიოზული ნაშრომები და მიღწევები ჰქონდა, როდესაც ბევრ ევროპულ სახელმწიფოში საერთოდ სიტყვა მეცნიერება რა იყო არ იცოდნენ. ქალტონ თამარ, და აქედან გამომდინარე ავანგარდში ძალიან ბევრი მიმართულებით მსოფლიო მეცნიერების როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული საბუნების მეტყველება და დღესაც კი ჩვენი დიდი მეცნიერების ფუნდამენტური ნაშრომები ისწავლება დასავლეთის უმაღლესი ფუნდამენტური ნაშრომები ფიზიკის, მათემატიკის, თქვათ გეოლოგიის, ენათმეცნიერების თუ რა ვიცი და ამქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საბჭოთა სკოლა ეს იყო პრუსიული განათლების სისტემაზე იყო დამყარებული, ესე იგი, ცარიზმის ეპოქა, შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის და ეს იყო სისტემა, რომელიც ორიენტირებული იყო ზუსტი და ფუნდამენტური მეცნიერებების თანმიმდევრულ სიღრმისეულ სწავლებაზე, რომლის საბოლოო პროდუქტი იყო ძალიან მაღალი დონის მეცნიერი, რომელიც სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის განხრით უზარმაზარ გარღვევებს აკეთებდა. ასე რომ ესე იგი ცენზი მათი სამეცნიერო ხარისხის თქვათ ხო საბჭოთა პერიოდის და დღევანდელი რო შევადაროთ შედარებაც კი არ შეიძლება. ანუ ეტაპური მნიშვნელობის ფუნდამენტურ ნაშრომებს დებდნენ ის ადამიანები რომელთაც ჰქონდათ დოქტორის და მით უმეტეს პროფესორის ხარისხი. რა თქმა უნდა, ბუნებრივია და მე ყველას უდიდეს პატივს ვცემ, რომლებმაც შექმნეს მართლაც ეს დიდებული ეპოქა, რასაც ერქვა საბჭოთა პერიოდის მეცნიერება საქართველოში, ქართული მეცნიერება, მათი ბრალი არ იყო, რომ ისინი საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ ჰქონდათ ამის პირობები. მართალია, აქ ანაზღაურებაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ თუმცა მათ შტობთან შედარებით უფრო მეტი ჰქონდათ და გარკვეული ავტონომიურობა ჰქონდათ და ჰქონდათ მაქსიმალური ხელისშეწყობა, რომ მათ ემუშავათ. და მესამე, რაც მთავარი, დაფასება ჰქონდათ სახელმწიფოს მხრიდან. მე მახსოვს, მე რომ ჯერ სკოლის მოსწავლე ვიყავი და გავიგებდი, რომ ეს პროფესორია, აი საზოგადოების, აი სადაც არ ნოყოფილიყავით, თავშეყრა იყო რაღაც ღონისძიება იყო, თუ კი ვინმე პროფესორი ან ლექტორი შემოვიდოდა, მთელი საზოგადოება ფეხს ედგებოდა. იმდენად პატივისცემდნენ მეცნიერს იმ პერიოდში. დღეს და ამ ლიბერალური პოლიტიკის შემოტანის შემდეგ განათლების სისტემაში გაუფასურდა ყველაფერი. თითქმის დაინგრა, დაანგრიეს თითქმის ყველაფერი. აი, იცით რა ქნეს, ნახეთ, როდესაც ვსაუბრობ, რომ თუ კი გინდა ქვეყნის სახელმწიფოს დაპყრობა, უნდა დაიპყრო ჯერ მისი განათლების სისტემა, სწორედ ამაზე ვსაუბრობ. ვერ მოიკიდებდა სააკაშვილის მმართველობა, ანუ ლიბერალური მმართველობა საქართველოში ფეხს, თუ კი ისინი აი როგორ გითხრათ, ერთი პოლიტიკურ ტერორს არ გაატარებდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. რატომ? იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ის უგანათლებულესი ფენა, რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი იდენტობა, პიროვნული სამეცნიერო უნივერსიტეტებს, ისინი ესე მარტივად არ დაემორჩილებოდნენ
მიუღებელ წინადადებებს უმაღლესი განათლების რეფორმაში. ხო, ბუნებრივია ამ ფენის მოშორება იყო თავიდან. ანუ 27 წლის რეპრესიები გაატარეს. ერთი არ დაუხრეტიათ ეს ხალხი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ალბათ ბევრისთვის ჯობდა სიკვდილი, ვიდრე იმ მდგომარეობაში ყოფნა, როგორც ისინი აღმოაჩენეს. ხო, ეხლა ასეთ გენიოსებს რო ჩარეცხლებს უწოდებ, მეტი რა გინდა ადამიანს ცოცხლად მოკლეს ეს პიროვნებები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ეს პერიოდი შევაფასოთ და იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან, აპროტესტებენ, რომლებიც დაყვებიან მაგალითად სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებს ამ განათლების რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე, მათ არ იციან ეს ისტორია, მათ არ უყვებიან, იმიტომ რომ ის ლექტორები არიან იმ პოლიტიკის პროპაგანდისტები. იმ ლიბერალური პოლიტიკის მიმდევრები არიან, მათი პროპაგანდისტები არიან, ნაცმოძრაობის პოლიტიკური პროპაგანდისტები არიან, მათზე დაფუძნდა ის პოლიტიკა და ბუნებრივია, ახლა ისინი თავიანთ სტუდენტებს ხომ არ ეტყვიან, პირიქით ეუბნებიან, რომ აი ჩვენ ვართ რეფორმისტები, მართლაც ნამდვილად და ეს რა მოხდა მაშინ? მოხდა ის, რომ უნივერსიტეტებიდან ხომ გამოყარეს ეს ცნობილი მეცნიერები და განათლების სისტემაში აი დიდი დოზით შევიდნენ, ძველი კადრები გამოუშვეს და დაიპყრეს, რასაც ქვია, აი თურქების შემოსევა რომ წარმოვიდგინოთ ახლა საქართველოში, აი ესეთი შეესება იყო განათლების სამინისტროში და აი მეუბნებოდნენ, ახლა მე არ მიმუშავია განათლების სამინისტრო, თუმცა ახლო ურთიერთობა მქონდა, რომ აი მგონი დამლაგებელიც კი ნაცმოძრაობის წევრი იყო. აი ველა აბსოლუტურად იყო ერთი ჩამოსხმა, ერთი იდეოლოგია. აი ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ესე იგი იდეოლოგიური ინდოქტრინაციის ხარისხი ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. აი ბატონი დავით კუხალაშვილი, რომელიც გახლავთ უშიშროების ექსპერტი, ხო, როცა ჩვენ ამ საკითხებს განვიხილავდით, ხო, აი კულტურის და განათლების სისტემის, აი უსაფრთხოების კონცეფციის ჭრილში განხილვის საკითხი, მან თქვა, რომ ეს უკვე იდენტიფიცირებული საფრთხეა და იმდენად არიან სიღრმისეულად ჩანერგილი სისტემურად, თქვათ, დასავლეთის ეს ადეპტები, თქვათ, და სოციალური ინჟინერიის მეშვეობით, მათ იმდენად, ესე იგი, ძლიერად მოახდინეს საზოგადოების გარკვეული ფენის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მენტალური ტრანსფორმაცია, რომ აქ უკვე რაღაცა ფრაგმენტული და კოსმეტიკური, თქვათ, ასე ვთქვით, ზომები არ გაჭრის, აქ არის საჭირო ზუსტად აი სისტემური მთლიანად მოცვა სისტემის და როდესაც ბატონი პრემიერი წარადგენდა თავის, თქვათ, ამ კონცეფციას, იქ დასმული აქცენტები და დასახული მიზნები, თქვათ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაძლევთ იმის საშუალებას ვივარაუდოთ, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, რომ აი ეს განათლების გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი აი ეს საყოველთაო რეფორმა და სტრატეგია ეს უნდა იყოს დიდი სტრატეგიის, დიდი ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, კერძოდ იმ სტრატეგიისა, რასაც ქვია ქართული სუვერენული სახელმწიფოს განვითარების სტრატეგია, თავისი ეროვნული მიზნებით და ამოცანებით, ხო? აი ამას ელოდება ქართული საზოგადოება, ანუ აქ მთავარია შინაარსი ჩვენ როგორ ახალგაზრდას ვზრდით, თქვათ, უბრალოდ მომხმარებელს, რომელიც მოიხმარს, თქვათ, და დადებს პროდუქტს, თუ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ეროვნული ცნობიერების, ეროვნულ და ქრისტიანულ ცნობიერებით საფუძველზე მდგომ ადამიანს, რომელსაც, თქვათ, მაღალ კვალიფიციასთან ერთად აქვს სხვა ღირებულებითი, თქვათ, მდგენელები, თქვათ, ხო, რაც აი ამოდის სულიერებიდან და ზნეობრიობიდან, თორე ნაცისტების ისინიც გადასარევისინი იყვნენ, თქვათ, ექიმები და ისინი, მაგრამ ემსახურებოდნენ ბოროტებას, ხო? დიახ, აი განათლების მინისტრს სწორედ გახსენა გუშინ, როდესაც მე ეს დავიჭირე და ეს მაძლევს იმედს, რომ აი ეს გახსენა ეს განათლების მინისტრმა თვითონ თქვა, რომ 2004 წლიდან განათლების სისტემაში იყო ლიბერალური პოლიტიკა და ლიბერალურ პოლიტიკას ეფუძნებოდა განათლების სისტემა, ჩვენ შემოვიტარეთ რეფორმა, რომელიც თავიდან ბოლომდე ეფუძნება ეროვნულ პოლიტიკას უმაღლეს სასწავლებლებში და შემოგვაქვს რეფორმა ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში, ანუ სასკოლო რეფორმა ძალიან მალე გამოვა უკვე და შემოგვაქვს სკოლებში ახალი რეფორმა, რომელიც ასევე ეფუძნება ეროვნულ პოლიტიკას. აი ეს არის ყველაზე მთავარი, რადიკალურად იცვლება განათლების სისტემის პოლიტიკა, ჯერ და შემდეგ უკვე ქვედა ყველაფერი, სტრუქტურა, საგნები და ასე შემდეგ. პოლიტიკა უნდა შეცვალო განათლებაში. ამ პოლიტიკის შეცვლა ვერ მოვახერხეთ და ვერ მოახერხა ხელისუფლება, მიცით რატომ? განათლების სამინისტროში ყველა დეპარტამენტში აბსოლუტურად აი სადავეები ეჭირათ უცხოელ ექსპერტებს, ან უცხოელებს
წარმოიდგინეთ, რამდენი წელი ვიბრძოლეთ და ვიომეთ, რომ გოგებაშვილის დედაენა სკოლებში დავკებრუნებინა. ვერ მეცუყავი ჩართული, ჩვენი დემოგრაფიული ფონდი მე გოგებაშვილის საზოგადოების წევრი ვარ და არ ვიცი როგორ ვიბრძოლეთ, რომ როგორმე და ბოლოს ისევ პარლამენტმა შეძლო კომიტეტიდან, რომ კანონის დონეზე მიეყოთ კანონი, რომ შეგვეტანა და ისიც კიდევ არჩევითი არის. ანუ სამი სახელმწიფო, მაგრამ შევძლებთ ის, რომ მხოლოდ დედაენა ქვია, მხოლოდ და მხოლოდ გოგებაშვილის საანბანე წიგნს, სხვა საანბანე წიგნს დედაენა არ ქვია, იმ დროს იმ კაცის ავტორო უფლებები იყო. ნახეთ, როგორც კი რაიმე ეროვნული გაჟღერდებოდა განათლების სფეროში, ეგრევე კლავდნენ, წამოგვესეუდნენ, ჭამდნენ, გვაკრიტიკებდნენ და ბლოკავდნენ. და ეს არ იყო, იცით რა, მე მინდა საზოგადოებამ და მაყურებელმა გაიგოს, ეს არ იყო მარტივი, ან არ იყო ერთი ან ორი პირის მიერ. აი, მთელ სისტემას პირდაპირ ხელისუფლებაზე ხდებოდა ზეწოლა და იმ სიტუაციაში, როდესაც სრული გავლენა ჰქონდა უცხო ძალებს საქართველოში, როდესაც პირდაპირ გეუბნებით ამერიკის საელჩოში წდებოდა სამინისტროებში დეპარტამენტების დონეზე ვინსად უნდა დანიშნული. ახლა წარმოიდგინეთ, პრემიერი კი არ იჯდა საქართველოს პრემიერი მთავრობის სასახლეში, არამედ ფაქტობრივად პრემიერის პრეზიდენტიც იყო ამერიკის საელჩოში, ხო? იქ წდებოდა ყველაფერი. და აქედან გამომდინარე, იმ სიტუაციაში ძალიან ძნელი იყო გამოგვეგლიჯა ხელიდან განათლების სისტემა იმ რეჟიმისთვის, რომლისთვისაც განათლების სფერო იყო მთავარი იარაღი საკუთარი თავიანთი იდეოლოგიის გასატარებლად. მე მინდა ქალბატონო სოფო ამ ახალ პროგრამასთან და ამ ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რომელზედაც არის манипуляციები, ვრცელდება დეზინფორმაცია ოპოზიციის მხრიდან, მე მინდა საზოგადოებას არაერთხელ განმარტეს ამის შესახებ, მაგრამ მე კიდევ სხვა კუთხით მინდა ახსნა ესა კითხი და თქვენ ახსენეთ გეოპოლიტიკა. არის თუ არა ამ პროცესებში, ხლა ბოლონის პროცესიდან გამოვა თუ არა საქართველოს ამას გადაწყვეტს ხელისუფლება, თვითონ აცხადებენ დღეს რომ ჩვენ არ გავდივართ ამ პროცესიდან. ამ რეფორმით საქმე, აიმიტომ თქვი მე ეტაპობრივი გამოსვლა. რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსახედიდან მოგზაურებით აღნიშნა გამომდინარე იქიდან რომ მე გეოპოლიტიკის სტრატეგიებს ზოგადად აი ამ საკითხებს სწავლობ, ხო? ჯერჯერობით ჩვენ სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი პოლიტიკური ბერკეტი, რომ ჩვენ ესე მკვეთრად გამოვიდეთ ამ პროცესიდან. მით უმეტეს, რომ რეგიონში და მსოფლიოში ჯერ არ დამდგარა არანაირი სტაბილურობა, ამის თქვა იგივე მრავალპოლარული სამყაროს, რომელიც დგინდება ჩვენს თვალწინ, მაგის სტაბილიზაციის ნიშნებიც არ დგას და ამიტომ ჩვენ არ გუმართებს სულ სწრაფობა, უბრალოდ ის ნათელი სხივით რაც დავინახეთ ჩვენ, ხო? ესეც კი ჩვენთვის არის დიდი იმედის მომცემი, იმიტომ რომ აქედან ეს არის უზარმაზარი სისტემა, სისტემურ გამოსვლას ეს არის ჯერ ეს ხო გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, ეს ურთულეს პროცესი მათ შორის კადრების მომზადებასთან და 1000 მიმართულებასთან არა თქმა უნდა დაკავშირებული, მაგრამ როდესღაც უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯი, როდესღაც უნდა დაიწყოს ეს, აი ამაში ეს. მოდით ჩვენ ვისაუბროთ კონკრეტულად ამ განათლების რეფორმაზე, რომელიც შემოგთავაზა მთავრობამ და ჩემი აზრით ეს არის ნამდვილად მისაღები ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის, თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ ეს არის კონცეფცია, ამის შემდეგ უკვე დაიწერება კონკრეტული პროგრამა, გაიწერება და ამაზე მუშაობა იქნება აუდიტორიასთან. პროფესორ მასწავლებლებთან, უნივერსიტეტებთან, ექსპერტებთან და ასე შემდეგ. ანუ ყველა საკითხი ძალიან საინტერესო პერიოდი გველის წინ ჩვენ ყველა საკითხის დამუშავებას მივადევნებთ თვალს. მაგრამ კონცეფციის დონეზე რაზე დაობენ, მე მინდა ეს ახსნა და გლობალურ კონტექსტში, ანუ ეს ჭრილში განვიხილო ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზედაც ყველაზე მეტი ხმაური ატეხა ოპოზიციამ. ეს არის სამი საკითხი, პირველი 11 წლიანი სწავლებაზე გადასვლა სკოლების, რომ ახალგაზრდების ხელი ეშლებათ უცხოეთში წასასვლელად, მეორე 3+1 პროგრამა უნივერსიტეტებში და მესამე ეს არის ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, ნუ ესე პირობითად ესე დაარქვეს ეს პროგრამა. ნუ არაფერს საერთოდ ხმა არ მოუღიათ იმ დიდ პოზიტივებს, რაც დევს თქვათ ამ კონცეფციაში, სახელმწიფო განაკვეთის გაზრდა და ღირსეული დაფასება მეცნიერის, რომელსაც აქვს ურთულესი საქმე, იმიტომ რომ ერთი სამეცნიერო სტატია, რომელიც რამდენიმე თვეს და შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს იმ ერთ სამეცნიერო სტატიას და ერთ დიდ კვლევას ხო რა თქმა უნდა 3-4 წელი ჭირდება ხო რომ დაასრულო. აქედან გამომდინარე
იმ კვლევებისთვის რომ შენ მოიცალო და ის რომ мотивация რომ გქონდეს, უნდა გქონდეს მაღალი ანაზღაურება, უნდა გქონდეს მაღალი ჰონორარები პროექტებისგან, უნდა ფინანსდებოდეს შენი სტატიების გამოქვეყნება საერთაშორისო მაღალ აფილირებულ ჟურნალებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხომ? აი ამისკენ არის წასული ეს რეფორმა და ამ კონცეფციაში ეს დევს. ამაზე ხმას არ იღებენ, რა თქმა უნდა. ეს არ აწყობთ, იმიტომ რომ ეს დიდი პოზიტივია ძალიან. მეორე ის რომ ცოდნის ხარისხი უნდა გაძლიერდეს უმაღლეს სასწავლებლებში და მართლაც უმაღლეს ხარისხზე უნდა იყოს გათვლილი უმაღლესი სასწავლებლების. ნუ მე ვიცი რომ არა მარტო პროფესორებმა იციან დღევანდელი რეალობა, სამწუხარო რეალობა თუ რა ბაზა გვაქვს დღეს უმაღლესი განათლების დონეზე, არამედ მშობლებმა ძალიან კარგად იციან და დამსაქმებლებმა კიდევ უფრო კარგად იციან, ხომ? აქვთ პრეტენზია ჟურნალისტობაზე, აი რამდენიმე დღის წინ მქონდა ეს შემთხვევა, რომ აი ახალდამთავრებული, კურსდამთავრებული ჟურნალისტები, რომლებსაც რომ აი თავი მაქვს ძალიან მაგარი ჟურნალისტი, მე ახალგაზრდებს არ ვაკრიტიკებ, მე პროფესიულად მინდა შევაფასო, ვთხოვე სამი ახალგაზრდა იყო და პრეს რელიზი ვერ დაწერეს, სასვენი ნიშნები ვერ დასვეს, არ იციან როგორ იწყება რელიზი, როგორ მთავრდება, ადგილი და დრო სად უნდა მიუთითოს, სტუმრები, ან ელემენტარული კარგა არ იციან, იმის ყველაზე მთავარი რაც არის ჟურნალისტიკაში, ხო? არ იციან სტატის, ანუ აი მაგას ვსაუბრობ, რომ დღეს პროფესიონალური კადრების გაზრდა საქართველოში არის ძალიან დაბალ დონეზე, ანუ ცირია ძალიან ესა. მაგრამ მე ერთი რამეს დავამთავრებ აქ ალბათონო სოფო. ანუ ამაზე რომ ხარისხი უნდა გაიზარდოს და რაც ძალიან კარგია და აუცილებელია, არც ამაზე არ საუბრობენ. საუბრობენ იმაზე იმ სამსაკითხზე, რომ რატომ უნდა მოხდეს 11 წელზე ჩამოსვლა, ესო ნახეთ როგორ შეაფასეს ესო ზღუდავსო ავტონომიებსო უნივერსიტეტებს 3+1 პროგრამა და ასე შემდეგ და შიგნით რომ უნდა მოხდეს რეორგანიზაცია და კონკურსები და ასე შემდეგ და ასევე პოლიტიკაში აქვთ უნივერსიტეტებში წარმოიდგინეთ ამას ვინ გვეუბნებიან ნაცმოძრაობის პროპაგანდისტი ლექტორები და იმ პარტიის წევრები რომლებმაც პოლიტიზირებული გახადეს მთლიანად არა მარტო უმაღლესი სასწავლებლები არამედ სკოლები თავიანთ დროს სკოლის პედაგოგები იყვნენ ოფიციალურად ფაქტიურად უნივერსიტეტები, განსაკუთრებით თქვა ილია და ეს ალასანიას ინსტიტუტი იყო ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური კლუბები და უღირსი საქციელით იყვნენ დაკავებული პირდაპირ ლექციებიდან ბავშვები მიყავდათ იმას ხო. ქალბატონ თამარ, აქ უმწვავესი საკითხი დგება კადრების საკითხი, იმიტომ რომ კადრის აღზრდას სჭირდება დრო და სჭირდება აი რაც პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აქცენტი გააკეთა სრულფასოვანი მაღალი ხარისხის თანამედროვე ხარისხის შესაბამისი სახელმძღვანელოების შექმნა ხო და როგორ ფიქრობთ თქვენ აი არსებული კადრებით თქვათ ხო მით უმეტეს რომ ამ კადრების რაღაც ნაწილი არის უკიდურესად პოლიტიზირებული და შეიძლება ითქვას არის მოსალოდნელი დიდი ალბათობით რომ მათ მოახდინონ ამ პროცესის საბოტაჟირება. აი ბატონი დავით კუხალაშვილი, როცა ჩვენ საუბრობთ უსაფრთხოების ნაწილზე, თქვათ ხო, განათლების და კულტურის პოლიტიკის, ხო? ჩვენ ასე თქვათ ვისაუბრეთ იმის შესახებაც, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან პირდაპირი აგენტები, რომლებიც სპეცსამსახურების მიერ არიან ჩანერგილი განათლების სისტემაში, თქვათ ხო, აი ლომაიას კადრები, თქვათ ხო? ისინი აუცილებლად შეეცდებიან ამ პროცესის საბოტაჟირებას, მავნებლობას და მე ვფიქრობ, ეს არის საგამოძიო სამსახურების და უშიშროების სამსახურების პრეროგატივა, რომ ის ადამიანები, რომლებიც აშკარად შემჩნეულები არიან აი ამ მავნებლულ პოლიტიკურ იმაში პროცესში და დივერსიაში, აი ბატონმა ნახსენა დივერსია, ეს არის დივერსია სახელმწიფოს წინააღმდეგ, სადაზვერვო პროპაგანდის ასე თქვათ პირდაპირი გამტარები და საზოგადოების რაღაც ნაწილი იმდენად არის დაქვემდებარებული ამ აი ამ სადაზვერვო პროპაგანდას, რომ ისინი ვერც კი ხვდებიან ისე ავრცელებენ ამ მავნებლურ მესიჯებს და იდეოლოგიურ ნარატივებს, ხო? აი ამათი თქვათ ამ სისტემიდან გაყვანის გარეშე თქვათ, ხო? მე ვერ ეს იქნება ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან, თქვათ, ხო? ამიტომ თუ უნდათ რომ ეს სისტემა თავიდანვე ჯანსაღად ჩაეშვას, ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ეს არის საზოგადოების საკმაოდ დიდი სეგმენტის აზრი, რომ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ სახელმწიფოს უთხრიდნენ ძირს და იყვნენ მსახურები, ასე თქვათ, სხვა სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების ჩვენს ქვეყანაში, ხო?
ეს ადამიანები უნდა იყვნენ განრიდებული ამ სისტემისგან. მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, აი როგორ უნდა მოახერხოს ამ სისტემამ ფუნქციონირება. მით უმეტეს, რომ არიან ფიგურები, რომლებიც ჩანან, მაგრამ არიან ფიგურები და ეს ფიგურები პროსაშიშნია, რომლებიც საერთოდ არ ჩანან და ქვემოდინებებით და манипуляციებით და ძალიან კარგად არიან დატრენინგებულები და გაწვრთნილები, ისინი, ასე ვთქვათ, ყველანაირად ეცდებიან ამ პროცესის საბოტაჟირებას და შეფერხებას და აქვე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ აი ამ ნეოლიბერალური სისტემის ერთგული მცველები და აი ამ ლიბერალური იდეოლოგიის მატარებლები, მათ აქვთ ჩამოყალიბებული ერთგვარი სექტანტური აზროვნება, მათ დაფინანსების ჩაჭრის შემთხვევაშიც კი ისინი რჩებიან თავიანთი სისტემის ერთგულ წევრებად. მე ეს წმინდა ადამიანური ემოციების დონეზე, იმდენად არიან ისინი, ესე ვთქვათ, გამწარებული იმით, რომ ფინანსური აი შემადგენლის გარდა მათ ვერ მოიპოვეს და ვერ შეინარჩუნეს ის ელიტის სტატუსი. ისინი ხო წარმოადგენენ თავიანთი ჭკუით ელიტას, რომელიც მიბმული იყო მსოფლიო ლიბერალურ ინტერნაციონალს და ისინი ფიქრობდნენ, რომ სამარაჯამოდ მათ ჰქონდათ ასე ვთქვათ, გარანტირებული ადგილი მათ შვილებს, შვილიშვილებს და შთამომავლებს, აი თქვათ, აი ამ სისტემაში. ამიტომ ისინი არიან რევანშისტული სულით ახსილნი და ჩვენ უმორჩილესად ვთხოვთ მთავრობას და შესაბამის სტრუქტურებს, რომ ამ საკითხს მიეხედოს სერიოზულად, ეს არის მართლა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და უსაფრთხოების ასე ვთქვათ, ჭრილში განსაკუთრების საკითხი. აი ამ რეფორმაში სწორედ ესდევს, რომ პოლიტიზირება სასწავლო დაწესებულებების იქნება დაუშვებელი. ამ კარგაში როგორ ჩაეტევა და რა რეფორმებს განახორციელებენ ის უკვე ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა მეც მჯერა, რომ სასწავლო დაწესებულებებს მაქსიმალურად დააშორებენ პოლიტიკას, გინდა სკოლას, გინდა უმაღლეს სასწავლებლებს და უკვე თავისთავად ის რევანშისტი და პოლიტიზირებული პროფესორები მოშორდებიან სასწავლებლებს, როდესაც თვითონ სისტემის დაშორება მოხდება. ადამიანები, რომლებიც რევოლუციურ სცენაში პირდაპირ ჩართულები არიან და ბავშვებს აი ერეკებიან სამსხვერპლად. არა, ნახეთ როგორ არის დღეს როგორი სისტემა გვაქვს და აი ეს ლიბერალურმა პოლიტიკამ რა მოგვიტანა განათლებაში უმაღლეს სასწავლებლებში დღეს, ხო? ესე იგი, შარშენ გვახსოვს აქციების პერიოდში ლექტორები, ილიაუნის ლექტორი იყო თუ არ ვწდები, ეუბნებოდა ლექციებს უკითხავდა კიბეებზე, ანუ რუსთაველზე უკითხავდა ლექციებს და ნახეთ როგორი მოწოდება იყო, რომლებიცო გამოხვალთო რუსთაველზეო აქციებზე ჩათვლებს ისე გაგიკეთებთო, ფულებს დაგიწერთო, კრედიტებს აიღებთო და ჯგუფებში წერდნენ არც ერთი ახალისება იყო არა სწავლაზე რაც შეიძლება მეტი ესწავლოთ, არამედ პირიქით, ანუ რა დონეზე პოლიტიზირებული არის უნივერსიტეტი. ამ შემთხვევაში ილიაუნის პროფესორები იყვნენ ისინი, ანუ რა დონის პოლიტიზირებული არის, რომ ბავშვებს რას მოუწოდებდნენ ახალგაზრდებს და მერე საზოგადოება ბრაზობს ამ ახალგაზრდებზე, რა გვინდა ამ ბავშვებთან. ამ ბავშვებს რასაც აწვდიან და რითაც უტენიან და რასაც უტენიან ტვიში, იმას აკეთებენ შემდეგ, ხომ ეს ახალგაზრდები. ახალგაზრდა არის აი საღი, ცოცხალი ჭურჭელი არის იმ ბავშვი, რასაც ჩას თავის გამოდინდება და მე არ ჩვენ გვესმის განსაკუთრებით ჩვენ რომლებიც აი სოციალური მეცნიერებით, პოლიტიკა და გეოპოლიტიკის საკითხებით ვართ დაკავებული, პირადად მე რომ ფაქტურად ჩვენ სისტემას ისევ ყავდით ხელფეხ შებურკილი, ან ყველა სტრატეგიულ მიმართულებას დასავლეთის ემისრები, თქვათ, წარმართავდნენ, თქვათ, ხო არა მარტო განათლების სისტემაში, საგარეო ვექტორი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ხსნის სახალისუფლებო ჯგუფს პასუხისგებლობას იმ შედეგის დადგომაზე, რაც დადგა, იმიტომ რომ ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი არის აი მართლა ფსიქოლოგიურად, მენტალურად ძალიან ესეთი აი საწყალობენ მდგომარეობაში, ხო და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აი უნდა გასწიოს გარკვეული ძალისხმევა ხელისუფლებამ, რომ მოახდინოს ამ ახალგაზრდების გაჯანსაღება და ავტორიტეტული პიროვნებები, რომლებიც არიან აღჭურვილნი კეთილშობილებით, სიკეთით, მაღალი ცოდნით, უნდა დაიწყოს შეხვედრა, უნდა გაიხსნას ველი და რამენაირად უნდა სისტემურად უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, რომ დაიწყოს შეხვედრები ახალგაზრდებთან, ისტორია, ლიტერატურა, ჩვენი კულტურის სულიერების აი მაგალითად ღირებულებითი იმის განათლების შეტანა, თქვათ, იმაში ფანტასტიკური ნაბიჯია და აი ძალიან კარგად მოფიქრებული და გათვლილი, ხო? აი ჩვენ მაგალითად ჰუმანიტარული დარგის სპეციალისტები, თქვათ, ხო, აქ საერთოდ ფინანსური მასეც არაა საუბარი, ადრეც გვინდოდა, ვერაფრით ვერ გავარღვიეთ.
უბრალოდ შეხვედრა ბავშვებთან, საუბარი, თუნდაც ისტორიის ფაქტებზე დაყრდნობილი ისტორიის, წერილობით წყაროებზე და დაყრდნობით მადლობა ღმერთს საბჭოთა კავშირის დროს უხვად გამოიცემოდა, აი ესე იგი დოკუმენტების კორპუსი, სადაც აი პირდაპირ დოკუმენტების დონეზე თქვათ არის ასახული რეალური ვითარება ჩვენი იმის ხო ანუ ჩვენ ცოტა სულ სწრაფად რადგან დავინახეთ ახლა აი ეს რომ განწყობა სულ სწრაფად მაგრამ რაში ეცეთ საქმე ჩვენ დროში ვიწვით ჩვენ არ სულ სწრაფად დაგვიანებულია ეს ვამბობ აი აქეთ მგარი საზოგადოება რომ ეს იგი ძალიან ის არის როგორ გითხრათ მიშვებული არის პროცესი ამ ბავშვების მიმართ ჩვენ ვარ პასუხისმგებელნი რომ ასეთ დღეში არიან მათთან არის მე პირადად ახლა აი პატარა აუდიტორიასთან რომ მქონია შეხვედრა არ ყოფილა შემთხვევა რომ ისინი აი დაფიქრებული იყვნენ ის კი არა თქვათ აი როცა კეთილგანწყობით მიდიხარ ახალგაზრდასთან ის ამას გრძნობს და როდესაც ხედავს პროფესიონალს თქვათ ამასაც გრძნობს ამიტომ მე ვფიქრობ რომ მთავრობამ მისი შეცდომა რომელიც იძულებითი შეცდომა იყო თქვათ ხო აი ეს ამ მიმართულებითაც უნდა გამოასწოროს და ასევე ძველი თაობის მეების მიმართ რომელიც აი არ მინდა ამ სიტყვის მაგრამ აი რომელიც ჩარეცხეს ხო და რომელიც დღევანდელ დღეს წარმოადგენენ ჩვენი ინტელექტუალური ესე იგი მისი ინტელექტუალური ასე ვთქვათ რესურს ინტელექტუალური რესურს აი ოქროს ფონდს თქვათ ხო 60-65 წელს გადაცილებული ადამიანები არიან დიდი ტრანსნაციონალური კორპორაციის მმართველები. ძველ საბერძნეთში მოგესალმებით 45 წელი ითვლებოდა პოლიტიკური სიმწიმის დაწყების ასაკად, თქვათ, ხო? ის ადამიანები, თქვათ, ხო, რომლებიც არიან ძალიან მაღალი აკადემიური ხარისხის მქონე და მართლაც მეცნიერები, რომლებაც უმეტესმა მათგანმა მთელი მიმართულებები შექმნა მეცნიერებაში, ხო? მე ვფიქრობ რომ აი საშუალო ასაკის და საშუალო ასაკზე უფროსი ადამიანები თქვათ ხო რომელთაც სხვათა შორის ჩვენზე უფრო მდგრადი ფსიქიკა და ესე იგი ის აქვს мотиваცია იმისი და მათთვის თავარი არ იმდენად ანაზღაურება კარგი არა მაგრამ თავარია მათთვის ფუნქციას მიცემა იმის გათავისება რომ სახელმწიფოს სჭირდება ეს ადამიანები აი უსფათ ვინც მომდის აი ბატონი გიორგი ბარამიძე ხო ფილოსოფიის კათედრის როგორც უნივერსიტეტში ასევე მეცნიერებათა აკადემიაში ბრწყინვალე წარმომადგენელი პოლიგლოტი რომელიც ასევე იყო უნივერსიტეტის რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი ხო იმდენად გარიყეს რომ თითქოს ეს ადამიანი საერთოდ არ არსებობს ფილოლოგიის სფეროდან უცბად მახსენდება ბრწყინვალე მეცნიერი ბატონი მერაბ გვაზავა რომელიც ესე იგი უნდა ასწავლიდეს და ასწავლიდეს იმებს რა ქვია სტუდენტებს თქვათ ხო ანუ მე მოუწოდებ მთავრობას რომ ეს ადამიანები არიან ძალიან ისეთი თავმდაბალი ადამიანები თავიანთი ძალიან მაღალი ცოდნით და სულიერებიდან გამომდინარე და მე ვფიქრობ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა უკაცრავად კობახიძემ თქვა რომ ჩვენო სანთლით საძებერი გვეყოლება კადრებიო მე მოუწოდებ მათ რომ პატარა სოციუმია და ძალიან კარგად ვიცით ვინ იყო მართლა სერიოზული მეცნიერი და მიმართულების შემქმნელი და ჩვენ საზოგადოებას მოგეხმარებეთ იმაში რომ ეს კადრები ჩვენ გამოვიყვანოთ და სამეცნიერო სკოლიც რა არის ერთ-ერთი თვისება რომ ერთ ადამიანს შეუძლია სამეცნიერო სკოლის აღდგენა და მომზადება კადრების ხო ანუ ეს არის ოქროს რესურსი ჩემი აზრით თუ დამეთანხმებით რომელიც მთავრობამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს აუცილებლად იმიტომ რომ მათი კვალიფიკაცია მეც მოუწოდებ ასევე ნეოფილ ღირებულებები არის ძალიან მაღალი სრულად იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საბედნიერო დიდი რესურსი გვაქვს მეცნიერებაში ჭკვიან განათლებულ ადამიანებში გვაქვს ეს ადამიანური კაპიტალი და ეს ადამიანური კაპიტალი სრულად უნდა გამოვიყენოთ და რადგან ადამიანური კაპიტალი მახსენე და რესურსზე გადავედი მე მინდა ახსნა ის ყველაზე პრობლემური არ არის ძალიან კარგი საკითხია მაგრამ აი ეს დეзинფორმაციას რომ აყვევენ საზოგადოებად თავს ოპოზიციის აი სწორედ ის ორი საკითხი მინდა დეტალურად აღხსნა რას ნიშნავს უბრალოდ ის სამი საკითხი რომელიც ერთმანეთთან არის პირდაპირ ბმაში პირველი ეს არის რეგიონალიზაცია ან უნივერსიტეტების ანუ გატანა დედაქალაქიდან ეს არის არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება რადგან აბიტურიენტების 85% კონცენტრირებულია დედაქალაქში უნივერსიტეტების უდიდესი ნაწილიც კონცენტრირებულია დედაქალაქში საქართველოს აქვს 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი
და აქედან გამომდინარე უდიდესი ნაწილი არის თბილისში. აუცილებელია რეგიონების გათანაბრების პოლიტიკის გათვალისწინებით გადანაწილება გატანა დედაქალაქიდან და ის ფორმულა რაც შემოგთავაზეს არის ძალიან კარგი, უბრალოდ არის დასამუშავებელი, როგორ განხორციელდება ჩვენ უკვე განხორციელების ეს არის დემოგრაფიულ პრობლემას და ერთ-ერთ უმსხვილეს დემოგრაფიულ გამოწვევას პასუხობს ეს თეზისი ამ კონცეფციიდან, რადგან საქართველოს რეგიონები იცლება, წლებია უკვე 35 წელია მოსახლეობისგან გარკვეულწილად რაღაც დონეზე შეჩერდა ბოლო წლებში დეპოპულაცია მოსახლეობის, თუმცა მაინც შეჩერდა რაღაც პროცენტები, თუმცა არ გაჩერებულა და არ დასრულებულა ეს მიმდინარეობს და უკუ მიგრაციას შეუწყობს ხელს უკვე სტუდენტების რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ეს ადამიანური კაპიტალი და ეს გონებრივი რესურსი ჭირდება ჩვენს რეგიონებს და გარდა ამისა ის ახალგაზრდა დამაგრდება რეგიონში თავის ფუძეზე, სადაც შექმნის ოჯახს გამრავლდება, სადაც დასაქმდება და ასე შემდეგ. მეორე ეს არის 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა 12 წლიდან სრულიად ვეთანხმები, ჩემი მოსაზრებით ეს გამოწვეულია ჩვენი შეფასებით გამოწვეულია ორი მიზეზით. პირველი ის რომ 11 წელიწადში სრულად შესაძლებელია სწავლის მიღება სკოლაში და სულ მაქვს ხოლმე მაგალითები ჩვენი მშობლების და ჩვენი პერიოდიდან. ჩვენი მშობლები 10 წელს სწავლობდნენ სკოლაში, მაგრამ ძლიერესი თაობა იყო. მე მახსოვს მაშინ სკოლას ვინც კარგად ამთავრებდა მაღალი განათლებით, აი ის სერიოზული რესურსი იყო მაშინ. აზროვნება ხა წერის და მეწყვილების ბეჭურაზე რა თქმა უნდა, საშუალო მონაცემის იმასაც კი არ ჰქონდათ პრობლემა. რაც შეეხება თვითონ 11 წელს არის სრულიად საკმარისი, რატომ შემოიღეს 12 წელი, შემოიღო ეს არის ლიბერალური პოლიტიკის შედეგი სააკაშვილის პერიოდში, სწორედ იმიტომ რომ ბოლონის, თუმცა ეს არ არის, თქვა, სავალდებულო. ბოლონის პროცესებში რომ ხარ ჩართული, ეს არ იყო სავალდებულო. შენ შეგიძლია 11 წლიანი კადრები თუ ვინმეს უნდა გავიდეს, იქ დაამატოს 1 წელი და შემდეგ ეს ხელს არ უშლის ახალგაზრდა. პრემიერმა აღნიშნა რომ რაღაც ძალიან მცირე ნაწილია რომელიც მიდის და მაგნიტად დაახურვითო ყოველწლიურად, როგორც ისინი გვეუბნებიან, საქართველოში გვყავს 37-40,000 აბიტურიენტი. აქედან ძალიან მცირე პროცენტი, არ ვიცი რამდენია, ერთ-ერთმა ახსენა, არ ვიცი ვინ, 1000-დან შეიძლება 1000-1500 ძალიან მცირე პროცენტი გადის პირდაპირ უნივერსიტეტებში, თორემ ჩვენ გვაქვს უამრავი პროგრამა, თქვათ პრემიერის ფონდი, განათლების სამინისტროს თვითონ იმ უნივერსიტეტებს აქვს საერთაშორისო პროგრამებია საგანმანათლებლო, როდესაც გაცვლითი პროგრამები, პირველი კურსიდან მეორე, მესამე, შემდგომ მაგისტრატურა ხარ თუ დოქტორანტურაზე გინდა, გაცვლითი პროგრამები არის ძალიან ბევრი, ვისაც უნდა გასვლა, ხვდებიან, მაგრამ ნახეთ რა შეესაქმე პროგრამით, როცა გადიხარ, ვალდებულება გაქვს უკან დაბრუნების. როდესაც შენ სკოლიდან პირდაპირ გადიხარ უმაღლეს სასწავლებელში, იქ ვალდებულება უკან დაბრუნების არის, იმიტომ რომ შენი ოჯახი იხდეს იქ. ან იმ უნივერსიტეტის პროგრამაში ხარ ჩასმული, ხო? მაგრამ ნახეთ რა ხდება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს მძიმე დემოგრაფიულ სურათზე, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ერთ-ერთი და უმთავრესი არის ახალგაზრდების გარე მიგრაცია, ანუ გადინება ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, შრომითი მუშახელის და არის სასწავლო ნაკადის. რა თქმა უნდა, სასწავლო ნაკადი ძალიან კარგია, მე არ ვიცინააღმდეგ, იმიტომ რომ განათლებული თაობა უნდა დაგვიბრუნდეს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ არ გვიბრუნდებიან უკან. საერთოდ მიგრაციას აქვს თავისი ძალიან ცუდი და მკაცრი წესი. მიგრირებული მოსახლეობა, რომელიც იქ იპოვის, თქვათ, კომფორტს, 70-80% უკან აღარ ბრუნდება და მათ შორის იმ 80%-ში და 70-ში პირველ ადგილზე პროცენტულად არიან სწორედ ახალგაზრდები. აქედან გამომდინარე, ეს ახალგაზრდებს საქართველოს კარგავს ფაქტობრივად. მკვიდრდებიან მარტო ტვინების გადინება რა, მე როგორც დემოგრაფიის გესაუბრებით, როგორც ადამიანური რესურსი, როგორც გენოფონდის ყველაზე მთავარი ღერძი, რომელზედაც ეყრდნობა გენოფონდი, ხო, ქართული გენოფონდი, აი ამ ძალის გადინება ხდება უცხოეთში. ამიტომ 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა არის არაჩვეულებრივი მიგნება ამ კონცეფციაში და ნუ თქვენ თავად მინისტრმაც განაცხადა და პრემიერმაც რომ ამ 12 კლასი ვისაც სჭირდება თქვათ ადგილზე და რა თქვათ იქ უნდა გავლა, არ ვიცით რაღაცას შემოგთავაზებენ ალბათ მუშაობენ ამ საკითხზე და ვნახოთ რა იქნება. რაც შეეხება 3+1 პროგრამა. ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო და აქვე ვიტყვი რომ ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი დღეს ფიქრობს, მსჯელობს, ნაწილი გადასულია ამ სისტემაზე და სხვათა შორის
მიდის გლობალური პროცესები, განსაკუთრებით ევროპაში. რა არის ეს გლობალური? ეს არის დემოგრაფიული კრიზისი, როგორც ჩვენთან საქართველოში, ევროპულ სახელმწიფოებში ჩვენზე ნაკლები იქ არ აქვს, ზოგიერთ ჩვენზე მეტი დემოგრაფიული პრობლემა აქვს. უბრალოდ განსხვავება არის ის, რომ ევროპული სახელმწიფოებმა გასულ 10 წლების განმავლობაში და დღესაც შეივსეს გენოფონდი მიგრანტებით. ეს იმიგრაციით შეივსეს გენოფონდი, რაც დამღუპველია მათთვის და დღეს თუ რამეს უხედავთ ევროპაში რაც ხდება საპროტესტო აქციები, სწორედ ამ მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ, ხო, მათ გაანადგურეს ფაქტობრივად, კი არ გადაარჩინეს, მათ იაფი მუშახელი მიიღეს, მიგრანტები შეიწოვეს და აღმოჩნდა, რომ ნახეთ მიგრირებული ფენა, იმიგრაციაში შესული ფენა ტოლვილების ნაკადს რასაც ვეძახით ჩვენ არ უქმნის იმ სახელმწიფოს გონებრივ რესურსს. ეს არის შრომითი რესურსი არის შრომით ბაზარზე. რაღაც პროცენტები 1 ან 2% შესაძლებელია ინტეგრირდეს, ანუ ავიდეს იმ ინტელექტუალურ ფენაზე, მაგრამ ეს მაინც დაახლოებით. ამიტომ იმ სახელმწიფოებში, ევროპულ ქვეყნებში, ისევე როგორც ჩვენთან არის ერის დაბერების ძალიან ძლიერი ტენდენცია. ძალიან სწრაფად ხდება ერის დაბერება. ეს კომპლექსურად შესასწავლის. არა, ეს აი პირდაპირ გეუბნებით, აი უკავშირდება ამას, იმიტომ რომ წლების წინ, როდესაც ჩვენ საქართველოში ვწერთ დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციას, რომელიც მიიღო პარლამენტმა, ჩვენთან ერთად მუშაობდნენ ევროპელი ექსპერტები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ, ფრანგი იყო, თორჩდები ერთი გერმანელი იყო და ერთი ავსტრიელი. და ისინი საუბრობდნენ სწორედ იმაზე, რომ აი განათლების სისტემას შევეხეთ, იმიტომ რომ დემოგრაფიული პოლიტიკა ბევრ სფეროს მოიცავს და მათ თქვეს, რომ ჩვენთან ევროპულ სახელმწიფოებში ძალიან მალე წლების წინ თქვეს ესა, ძალიან მალე იძულებული გავხდებით, რომ სასწავლო პერიოდი შევამციროთ. რატომ? იმიტომ რომ შრომის ბაზარს დროულად მივაწოდოთ კადრები, პროფესიონალები, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მცირდება, ანუ და რა არის ერის დაბერება, ხო? ხანდაზმულთა რაოდენობის ზრდა, წილობრივი ზრდა, მოსახლეობის საერთო რაოდენობაში მცირდება შობადობა, მცირდება ახალგაზრდების ანუ შრომელი მწარმოებელი ფენა მცირდება და იმ მწარმოებელ ფენებში ყველაზე მეტად მცირდება ახალგაზრდობის წილობრივი მაჩვენებელი. იგივე ხდება საქართველოშიც, მაგრამ ეს არ ხდება და არ უნდა მოხდეს ხარისხის კლების ხარჯზე, ანუ ხარისხი უნდა იყოს მაღალი, მაგრამ შესაძლებელია, მაგალითად, ჩვენი სტუდენტობის პერიოდში ხშირად ვსაუბრობთ ამაზე, აი, რაც ვიყავით უნივერსიტეტში, იმაზე მეტ დროს ვიჯექით, იმაზე მეტი დრო ვიჯექით ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საჯარო ბიბლიოთეკაში, იმიტომ რომ ჩვენ სახელმძღვანელოები არ ქონდა, ძალიან ცოტა იყო სახელმწიფო, იქ ვიყავით, იქ მუშაობდით, ფუნდამენტური ნაშრომები იყო და ეხლა არა, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს სტუდენტებს აქვთ სრული ფუფუნება, არის ელექტრონული, არის ონლაინ სახელმძღვანელოები. ხო, მაგრამ იქ შეიძლება ხა შენს პედაგოგზია დამოკიდებული, რომელ ავტორს მიგითითებს და რომელი სახელმძღვანელოდან გასწავლის საგანს, ხო? ხო, ვიცით, რომ სისტემის გარღვევას ერთეულები არ ხერხებენ, რა თქმა უნდა, და რაც შეეხება დემოგრაფიას და სხვა საკითხებს, ხო, სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა და ეს ყველაფერი, ხო, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აი ეს ჩინეთის გლობალური პროექტი შემოსვლა კავკასიაში, ეს იყო მართლაც, რა ვიცი, სერიოზული მოვლენა, რამაც განაპირობა ჩვენი, ნუ წმინდა პოლიტიკური კუთხით, როგორც ძალის ერთ-ერთი ცენტრის, როგორც გამაწონასწორებელი სხვა ძალის ცენტრების მიერ ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იყო, მაგრამ გლობალურმა პროექტმა ერთი გზა ერთი სარტყელი და შუა და ერქნის ამოქმედებამ განაპირობა ერთგვარი ეკონომიკური ზრდა და დოვლათის, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ამ დოვლათის აკუმულირება და გადანაწილება მოხდეს ისე, რომ უშუალოდ დაეთყოს ეს მოსახლეობას და ვფიქრობ, რომ ეს პროცესიც ნელ-ნელა აი ამ ეკონომიკის დემოგრაფიასთან ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ბევრი გვეკითხება ამას და საყვედურობს, რომ აი ხალხს არ აქვს საშუალება და ამიტომ არ აჩენენ და ასე შემდეგ. არ და ამის კონტრასტი არის ევროპული სახელმწიფოები, უმდიდრესი სახელმწიფოები, რომელსაც ყველაზე მეტი დემოგრაფიული პრობლემა აქვს. ნახეთ, სადაც ხალხს ყველაზე მეტად შეძლებული ფენა არის, ყველაზე ძლიერი დემოგრაფიული პრობლემა არის. იქნება მომეცით, რომ აი შემოვიდე დისკუსიაში, აღმოჩნდა, რომ აი გეოპოლიტიკაში თქვათ, ხო, როგორც არის ესეთი მყარი მოცემულობა, როგორც არის გეოგრაფია, ცივილიზაციური, თქვათ, ხო, სისტემები, ხო? ასევე აღმოჩნდა, რომ არის ეთნოფსიქიკა. ამიტომ აი გამრავლება, თქვა, აი დააკვირდით ჩვენს საქართველოში მცხოვრები, ისტორიულად მცხოვრები ერები, თქვათ, ხო, ჩვენ და ჩვენ ქართველები. ჩვენ ყოველთვის ქონდა ეს პრობლემა და ეს გამომდინარეობს კონკრეტულად ეთნოფსიქიკიდან და გამომდინარეობს ჩვენი მსოფლმხედველობიდან, ასე ვთქვათ. ეს არ არის ის ანუ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ჩვენ შეიძლება
ანალოგიების კუთხით განვიხილოთ, თქვათ, ხო, აი ევროპაში ასეა, ახლო აღმოსავლეთში ასეა, ერთი და იგივე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, თქვათ, ხო, ჩვენთან ცხოვრების სხვა ერის წარმომადგენლები მრავლდებიან, ჩვენ ვერ მრავლდებით. აქ არის აი წმინდა აი რასაც ქვია განწყობისეული საკითხები და ეთნოფსიქიკის და აი მაშინ წინეს სოფო ეს არა ეს ხოლო ჩემი წინა საუკუნეებში არა მე ვიცნობდი ახლა დემოგრაფიაში მუშაობ წლებია და ძალიან ბევრის ანალიზი წაგვიკითხავს და ექსპერტის მაგრამ პირდაპირ ვამბობთ და ძალიან ესე მყარად და დასაბუთებულად რომ დემოგრაფიული პოლიტიკა უპირველეს ყოვლისა არის ერის ცნობიერების პოლიტიკა. ეს არის ერის ცნობიერების საქართველოს თელი გასული საუკუნეების განმავლობაში, როდესაც სულ აი შემოსევები იყო და ომები იყო ქვეყანაში და ბრძოლები იყო, ხომ? აი მაშინ ჩვენს გენეტიკაში ის მრავალშვილიანობა, დიდი ოჯახები, გეთანხმებით, მაგრამ აი იდეოლოგიის შეცვლა გამოიწვია. იდეოლოგია არის სხვათა შორის აფრთა პერიოდში, აი 60-იანი წლების შემდეგ, როდესაც generation boom-ი აი ყველაზე დიდი თაობა მსოფლიოში იყო სხვათა შორის, შემდეგ 60 და 80-იანი წლებიდან დაიწყო გახსოვთ ერთი შვილის პოლიტიკა და აი ამან უკვე ნელ-ნელა რომ დაიწყო ამ სხვათა შორის აქ მინდა აღნიშნო რომ სოფლიოს ყავს ორი პიროვნება რომელმაც შეძლო აი დემოგრაფიაში ეს ორი პიროვნების ისტორია ისწავლება ერთი არის დეგოლი მეორე არის სტალინი იოსებ სტალინი დეგოლი რომელმაც სიტყვიერად შიშველი ხელებით გადაარჩინა საფრანგეთი იმიტომ რომ გაპარტახებული იყო საფრანგეთი ომის შემდეგ და აღარ ეთნიკური ფრანგები უკვე ფაქტობრივად დღესაც მომაკვდარიერია და დეგოლმა სოფელ-სოფელიარა ცნობად სახეებთან ერთად და თხოვდა რომ გააჩინეთ შვილები იმიტომ რომ უნდა გადავრჩეთ და მან შეძლო ისტორიული აი არ ვიცი რეები გააკეთა ამ პიროვნებამ მართლაც გვაუგნებს როგორ შეძლო ეს და გადაარჩინა მან ერთი საუკუნის წინ ასევე სტალინი ცნობილი ალიმა ოღონდ ამან ინიციატივებით დემოგრაფიული ინიციატივებით ფინანსების ჩადებით ეკონომიკური მაგას ვამბობ ოჯახების დახმარებით აი მაშინ იყო ეს სტრატეგიული დაგეგმარებით და წამოვიდა სამშვილიანი ძირითადად აი სამშვილიანი ოჯახი როდესაც ბევრი ყავს ქვეყანას ის უკვე დემოგრაფიულად სწორად ვითარდება და პოზიტიურად ვითარდება, მაგრამ შემდეგ ხრუშოვის შემდეგ უკვე სხვა პერიოდში, აი 70-იანი 80-იანი წლებიდან დაიწყო უკვე ერთი შვილის ორი შვილის პოლიტიკა და გლობალისტური დიდი ორგანიზაციები, რომელთა მთავარი მიზანი იყო, თქვათ, ხო სოციალისტური ბანკის დაშლა და თქვათ საბჭოთა კავშირი თავისი სტრუქტურით, აი როგორც სოციალური სახელმწიფოს მოდელი, ასევე ძალიან მაღალი განათლების სისტემით იყო მათთვის, ასე თქვათ, საფრთხის შემცველი და საშიში აი გლობალისტურმა ორგანიზაციებმა მაშინ მოახერხეს შეღწევა ელიტებში, სხვადასხვა ქვეყნების ელიტებში და სწორედ ამით მოახერხეს ის, რომ აი ცნობიერებითი ტრანსფორმაცია მაშინ არ იყო თქვა ეს მაგრამ ეხა ლიბერალური დემოვის რა ქვია იქნება ეს იდეოლოგია თუ ეს რა ქვია ნაკლებად ეს ხო საბოლოო ჯამში მაინც პირობითობა მათ სურდათ თქვა ეს იმგვარი საზოგადოებების შექმნა რომელიც საბოლოო ჯამში მათი პოლიტიკური სტრატეგიის გამტარებლები იქნებოდნენ. საბოლოო ჯამში ხო ეს არის თქვა ხო აი ესეც იყო და აი მაშინაც იგივე ჰელსინკის კავშირი და აი თქვა ეს სხვადასხვა ისინი რომელთა ჩვენ გვეგონა რომ ჩვენ თანხვედრაში ვიყავით თქვა ხო მე აღმოჩნდა რომ მათთვის არანაირად მათ გეგმებში არის და თქვა დამოუკიდებელი სუვერენული ძლიერი სახელმწიფო რეგიონალური სახელმწიფოს განვითარების შემდგომი პერსპექტივით თქვა ხო და აი მათი დღესაც სხვა შორის იგივე ორგანიზაციები იმაშებიან ასე თქვა აქტიურობენ და არიან ანუ მე სრულად გეთანხმებით თქვენ იმაში რომ ეკონომიკურზე უფრო მეტად ეს ცნობიერებითი ფაქტორი ეთნოფსიქიკის და აი თქვათ იდეოლოგიის საკითხებია გადამწყვეტ იმიტომ თქვენ რა ეპოქაც ახსენეთ მაშინ აი ქვაკუთხედი იყო ქართული ცნობიერების ქრისტიანული ცნობიერებით აბსოლუტურად გადაწნეხილი და ძალიან მძლავრი ოჯახური კულტურა, ის ქცევის მოდელები, ურთიერთმიმართება უფროს და უმცროს თაობებს შორის, რაც მადლობა ღმერთს, ახლაც შემორჩენილია, შემორჩენილია ეს რო არ ყოფილიყო ჩვენ იმ უზარმაზარი დარტყმის მიღება და გაძლება, რასაც გაუძელი ჩვენ ლიბერალური ინტერნაციონალიზმთან, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ კაცმა რომ თქვას, ყველა ბერკეტი მათ ხელთ იყო. და ფიქრობდნენ, რომ აი 3 მილიონიანი მოსახლეობა გაღატაკებული ბანკის ზღვანებში ჩავახშოვთ, ყველა სტრატეგიულ მიმართულებას ჩვენ ვმართავთ, ხო? აი ეს ცნობიერებითი ტრანსფორმაცია მიდის ჩვენ სასარგებლოდ და საბოლოო ჯამში ჩვენ გვექნება გამზადებული პლაცდარმი სამხრეთ კავკასიაში, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე დიდი რეგიონალური პოლიტიკის საწარმოებლად ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიის მიმართულებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქალბატონო თამარ, საბოლოო მიზანი ხო აი
საბოლოო ჯამში ხო ჩვენ ხო ვიცით ეს იყო და ეს გამოჩნდა და ჩვენ მათ ეს გეგმა ჩაუშალეთ, ხო? მათი თავარი სტრატეგიის ცენტრალური რგოლი დაუშალეს სწორედ აი ამ სიღრმისეული ბატონი ირაკლიმ შემოიტანეს სიღრმისეული ქართველიერი, ანუ ქართულ ცნობიერებით ქრისტიანო საფუძველზე მდგომი ქართველიერი და მე ვფიქრობ რომ განათლების სისტემის მთავარი სტრატეგიული მიზანი თქვა ხო აი თავიდანვე რაც ახსენა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ ეროვნული მიზნები სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ეს უნდა იყოს მთავარი და ამისთვის რაზე ჩვენ ვისაუბრეთ უმთავრესი ეს არის რომ ეს მავნებლები გაიყვანონ ამ ველიდან პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანები და მეორე მხრივ რაც გვაქვს ინტელექტუალური რესურსი ასაკოვანი ადამიანების რომლებიც არიან დიდი პედაგოგები არა მარტო თქვა ეხლა მე ჩემი პირადი მაგალითის მასე შემილია თქვა ჩემი უბწყინვალესი პედაგოგები რომლებიც შემოშვილი გარდა იმისა რომ მათ აქვს საოცარი მაღალი კვალიფიკაცია და ზოგადად ძალიან ფართო აზროვნება თქვა ხო ბრწყინვალე პედაგოგები არის იმიტომ რომ თავარია კიდე მეთოდი შეიძლება შენ იცოდე მაგრამ როგორ უნდა გადასცე ბავშვს თქვა ხო მეთოდოლოგია ეს არის კიდე მეორე საკითხი ანუ ამ ხრივ ძალიან დიდი გამოწვევებია ჩვენს წინაშე და მადლობა ღმერთს რომ აი ამის დაწყება დაანონსდა და ეტაპობრივად ალბათ მივყვებით და მთელი საზოგადოება უნდა იყოს მოტივირებული დიდი ინტერესით ველი სასკოლო რეფორმის პრეზენტაციას აი დიდი ინტერესით ველი ჩემი შვილი პატარაა ჯერ და ახლახანს მქონდა შეხება უკვე სასკოლო სახელმძღვანელოებთან და მე ვარ გაუგნებული. აი, აქამდე უფრო უმაღლესი, რადგან პროფესორი ვარ, უფრო უმაღლეს სისტემაში მუშაობდი და ვიცოდი იქ რა ხდებოდა და რა როგორ გამოშიგნეს უმაღლესი სასწავლებელი. ყველაფერი ეროვნულისგან აბსოლუტურად და ასევე სკოლები, მაგრამ თუ ამ დონეზე არ მეკონა. სკოლებში ამ სახელმძღვანელობით ცოდნის მიღება სულ ამიტომ სახელმძღვანელოები, აი ასევე ინიციატივა არის, თქვა, ვინც ამ საქმეში ვარ ჩახეტულებით თამარ თუ დამეთანხმებით, რომ ძველი ფუნდამენტური სახელმძღვანელოები, აი პრუსიული სკოლის პროდუქტები, ხო, რა საჭიროა ველოსიპედის თავიდან ისა, რომ ეს ძველი სახელმძღვანელოები ავიღოთ და ამის საფუძველზე შეიქმნას ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც მოგცემს ჩვენ საბოლოო ჯამში მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს. აი ეს. მე მაქვს მოლოდინი, რომ სასკოლო რეფორმაც იქნება ისეთივე რევოლუციური, როგორიც შემოგთავაზეს უმაღლეს სასწავლებლების რეფორმა, უმაღლესი განათლების რეფორმა, რომელიც არის კონცეფციის დონეზე ჯერ და ეს არის ჩასაშლელი პუნქტობრივად და მე მჯერა რომ სასკოლო რეფორმაც იქნება და ველი რომ აი ეს რევოლუციური ცვლილებები კიდევ უფრო მტკივნეული იქნება ოპოზიციისთვის სასკოლო რეფორმა ეგრეთ წოდებული ოპოზიციის რა თქმა უნდა ეგრეთ წოდებული ოპოზიციისთვის და რაც ჩვენ ძალიან გაგვახარებთ იმიტომ რაც მათ არ მოსწონთ ესე იგი ჭირდება ქვეყანას ის რა ღმერთმა დაგვიფაროს რომ ძალიან რო აღწევდა ეს ჩვენთვის სერიოზული კრიტერიუმია ესე იგი კარგი რეფორმა ხა კახალომაია რომ მithkvis რომ ეს საშინელება ესე იგი არაჩვეულებრივი რეფორმაა შემოთავაზებული. ასე რომ უღრმესი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მაყურებელს თქვენს მაყურებელს და მე აი ძალიან დიდი იმედით შევყურებ მომავალს იმიტომ რომ რადგან განათლებაში დაიწყო ძირეული ცვლილებები ესე იგი ქვეყანა ყველა ვარიანტში გადარჩება აუცილებლად ჩვენც იმედით ვართ ახსავს და უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის იმედი არაერთხელ ვიქნებით კიდევ კალთასეთაში მადლობთ